მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს სამშაბათია. ტელეკომპანია პლუსის ეთერში საავტორო გადაცემა სტუმრად მალხას გავადაცისთან. დღეს არაჩვეულებრივი უნიჭერესი ადამიანი ყავს მოწვეული ჩემს გადაცემაში. და სანამ სტუმარს მოვიწოდე ჩემს სტუდიაში, მინდა ერთი ლამაზი სიმღერა გიმღეროთ მხოლოდ თქვენთვის. ასე. მინდა ახლა სტუდიაში მოვიწვიო უნიჭერესი ადამიანი, სვანი ადამიანი. პიროვნება, რომელიც მართლა ადამიანია. პოზიტივი, უნიჭერესი მომღერალი, მსახიობიც კი გახდა უკვე და ფილმშია მიწვეული. ირაკლი გაბლიანი, თხოვთ, ირაკლი მომზადეთ სტუდიაში, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა, თხოვთ მადლობა. თხოვთ აბზანეთ.
დიდი მადლობა მობრძანებისთვის. რომ გამონახეთ რამოდენიმე საათი, წუთი, წამი რომ მოხვედით ჩემს გადაცემაში სტუმრად. როგორი შემართებით ახართ, როგორი განწყობით ახართ მოსული? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს ტელევიზიას, მაყურებელს და უსურვო მინდა ბედნიერი დამდეგი ახალი წელი სულ ყველას გულითა და სულით გესალმებით და ბედნიერი ყოფილიყოს საქართველოსთვის, ბედნიერი ყოფილიყოს თითოეული ოჯახის წევრისთვის თქვენი მაყურებლისა და მინდა სრულად გულწრფელობით გითხრათ რომ ყოფილიყოს ნამდვილად ფეხბედნიერი წელი 2025 წელი საქართველოსთვის, მსოფლიოს სიმშვიდე დაწნარება ყოფილიყოს ომების ჩაცხრობა და ყველაფერი სიკეთე საქართველოსკენ. მეც ასევე ერთებით ამ მილოცვით და მეც მიულოცავ ჩემს ტელემაყურებლებს სრულიად საქართველოს ემიგრანტებს დამდეგ შობა ახალ წელს 2025 წლის მობრძანებას და უსურვებ სიკეთეს უომოდ და მშვიდობიანად ყოფილიყოს და მოსულიყოს ეს 2025 წელი. ამინ, ამინ იყოს. როგორი შემართებით ახარ მოსული ახლა ეს მითხრა და როგორი განწყობით? განწყობა მხიარული, რა თქმა უნდა, იმედის მოლოდინით კარგი წლის სასიამოვნო, კარგი ბედნიერი ახალი წელი რო დაგვიდგება იმის მოლოდინით, რა თქმა უნდა და ოპტიმისტურად განწყობილი მოვედი თქვენს სტუდიაში. მაშინ დავიწყოთ. კი ბატონო. პირველი შეკითხვა ირაკლი გაბლიანს. ვინ არის ირაკლი გაბლიანი? როგორ გითხრათ? საკუთარ თავზე საუბარი დიდად არ მიყვარს, მაგრამ ირაკლი გაბლიანი არის ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი საქართველოსთვის, ქართველი კაცი, ვისაც ნამდვილად გულთან ახლოს მივაქვს ყველა გასაჭირი და ყველა სატკივარი ქართველი კაცისა და საქართველოს მომავლისა. მე მინდა რომ ისევ და ისევ საქართველო გაბწყინდეს აი ამ სურვილითა და მოტივაციით რო ვარ გამოხტული და ოპტიმისტურად თავისთავად რა თქმა უნდა. ბავშვობაში მინდოდა ყოფილიყავი. ბავშვობაში მინდოდა ყოფილიყავი, გამოსულიყავი კოსმონავტი. დედა მყავდა ხელოვანი, მყავს 85 წლის ადამიანი და ბავშვობაში გამოვყავდით მე და მე და ცოცხლოს და ამყოფოს. უღრმესი მადლობა. და გამოვყავდით სცენაზე ბავშვები, შვილები, რა თქმა უნდა, ქონდა მონაცემები აბა გენეტიკურად დედის მხრიდან რაღაცა სიმღერისა, სკეჩებისა, რაღაცა და პატარა ბავშვები ვიყავით. მე და ჩემი და რომელიც ასევე ლექსებს წერს და არის სვანელოლოგი, განხრით ფილოლოგია და სვანურ სიტყვებს ყრიბავს და ანუ რო არ დაიკარგოს ეს უძველესი ენა დღესდღეობით ამით არის დაკავებული. და ასეთი სკეჩი ქონდა. მე და ჩემ დას. ირა ქვია ჩემ დას, მეკითხება. ირაკლი აქ რა გინდა, რად გამოხვალ გარეთ, რას უყურებ მაღლა მოკაშკაშე მთვარეს? მე ვპასუხობ. იმიტომ რომ ირა მთვარეს ვაკვირდები, როცა გავიზდები, ცაში გავფრინდები, ვიფრენ დღე და ღამე თვარისაკენ მაღლა, სად დავფრინდე მაშინ ადგილს ვეძებ ახლა. და რაღაცა აი ამ სკეჩის შემდეგ შემიყვარდა რაღაცა რომ თვითონ კოსმონავტი უნდა გამოსულიყავი. ნატრად დარჩა რა თქმა უნდა. ბავშვობის ტკბილი მოგონებები. დიახ. ხო აი ბავშვობისთან დავიწყეთ და ბავშვობის ტკბილი მოგონებები. რა თქმა უნდა მაკავშირებს პირველ რიგში ოჯახთან. როცა ყველანი ცოცხლები მყავდა, სამწუხაროდ მამა გარდამეცვალა და ძმაც ნაბოლარა ძმაც გარდაიცვალა რამოდენიმე წლის წინ. და აი ეს იდილიური ცხოვრება, რასაც ქვია ეს ბავშვური და ჩემს ოფილსაც სვანეთში ქვია იდლიანი და რაღაცა იდლიანს უკავშირებდი ამ იდილიურ რაღაცასთან. აი ეს მოგონება მაკავშირებს ბავშვობასთან და ის რა თქმა უნდა როცა ყველანი ცოცხლები
ყავდნენ და უდარდელი ბავშვობა, რასაც ქვია, ის ქონდა გატარებული პერიოდში. ოცნება, რომელიც ამიხდა, არის აი ოცნება, რომელიც ამიხდა, გეტყვით. არასოდეს არ მიფიქრია, რომ აი დავშვათ ყოფილიყავი, გამოსულიყავი მომღერალი, არასოდეს არ მიფიქრია, გავხდებოდი ოდესმე ამ ასაკში რაღაც კინოფილმში ან ზოგადად გადაღებებში მივიღებდი მონაწილეობას და შინაგანად ყოველთვის იყო ჩემი ჰობი. და მქონდა ოცნება და ალბათ ფიქრობდი, რომ ჩემი შეცდომა ის იყო, რომ სხვა განხრით ვეცადე, რომ რეალიზება მომეხდინა საკუთარი თავისთვის და შემდგომ მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ოცნება და თეატრის მტვერი, რასაც ქვია, რითაც არის მოწამლული სახეობები, აი ეს იქნებოდა ჩემი ოცნება და ეს ნამდვილად ასე რჩება. და ნამდვილად ეს იყო ოცნება, ნამდვილად ჩემი, რომელიც დაახლოებით ამ ნახევარი საუკუნის შემდეგ რეალიზება ხდება რაღაც თავისებურად. მე ერთხელ მახსოვს ერთ-ერთ ღონისძიებაზე წერეთასაში შევხვდით და ეზოში ვიჯექით იქ საუბრობდით და რაღაც ლექსი დავწერეო და თუ გავვანდობთ ამ ლექსს. თუ გახსოვთ ის რომელი ლექსი იყო? სამწუხაროდ ჩემი ლექსებს ტელეფონში ვკითხულობ და ვერ ვიმახსოვრებ. პოეზიის კრებულშია, პოეზიის 10 წუთში დაიბეჭდა ჩემი რამოდენიმე ლექსი, გვერდი, რომელიც ორი გვერდი დამეთმო იქ არის. და სამწუხაროდ რომელიმე ლექსს ხარ გაიხსენებთ? ბატონო? რომელიმე ლექსს ხარ გაიხსენებთ, თუ წავიკითხოთ და გავვანდობთ ჩვენს მაყურებელს. ნუ ტელეფონით შემიძლია. კი ბატონო. ტელეფონით შემიძლია, რომ ისა წავიკითხო. რა მოგწერო, სულ მარტო ვარ, სულითა ვარ უპატრონო. თუ ცხოვრების გზა ყოველი გავლიე მე უბატონოდ, ვიწვი ალში, შენს ხილვაში, სვანურ კოშკის სიმაღლემდე, ვერ მიმპოვე შენი ხიბლის შენთან სიახლოვეს, ვიწვი ალთა, შენს ხილვათა, სხვა გრძნობა სანუკვარი, კალამს როს ამაღებინებს, სახე შენი ნატიფარი, ნიჭი შენი, სახე შენი, გამოხედვა წამიერი, ვერ დავმალე, კალამს ვავლე, ვიყო თუნდაც კადნიერი, შორით რფობა, გულის პყრობა, თუნდაც იყოს წამიერი, ამ ტანს, თვალებს და ამ სახეს გონებ ვეღარ შეველები. ძალიან კარგი, დიდი მადლობა და მომდენო შეკითხვა უნდა დაგისვათ ახლა. დიახ. იმედგაცრუება, რომელიც მუდმივად გახსენებთ თავს. მე ზოგადად ძალიან ემოციური პიროვნება ვარ, როგორც ასეთი და გამოუსწორებელი რომანტიკოსი. როგორც თქვენ ბატონო ახაზ. ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ეს იყო, როდესაც ძმა დამეღუპა ტრაგიკულად. აი როცა აი ფიქრობდი, რომ აი ყველაფერი ისე აი ძალიან სიყვარული გაგვაჩნდა ოჯახში, შიგნით სუფევდა ეს ძალიან სითბოდა სიყვარული და რამოდენიმე პერიოდი მე ვეღარ გამოვედი, აი ვეღარ რეალიზება ვეღარ გავაკეთე ამის შემდეგ და აი ძალიან დავითრგუნე. აი ეს იყო ჩემი ძალიან დიდი აი აცრუება ცხოვრებაზე და შემდგომ მეგობრების, რა თქმა უნდა, შვილების, ოჯახის თემამ და მოხუცებული დედის იმან რომ დედა ჩემი მაინც ხნედ და ვაჟკაცურად შეხვდა ამ ამბავს, ამან უფრო მომაბრუნა მე ამ სიტუაციისკენ, თორემ ასე რო აყოფილიყო, ნამდვილად აქ ვერ მიხილავდით. აი ესეთი თემა არის. ჩემი იმედგაცრუება ეს იყო ძლიერი. რომელიც თავს მახსენებს მუდამ. და სწორედ აი ხლაც პირველ რიგში ეს მახსენდება. ბედნიერი ვარ როცა. როდის ახაც ბედნიერი? აუ, ბედნიერი ვარ როცა. აი მაგალითად აი ამ წამსა ვარ ბედნიერი. აგერ ახალი წელი მოდის, აგერ ქართული ტრადიციული თემა და საყვარელი და გულახდილი მეგობრებთან ერთად ყოფნა არის ჩემთვის ბედნიერება. და დანარჩენი შემდგომ ყველაფერი გავეცი.
აი ხარ ირაკლი დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს. აი სწორედ იქ ტრიალები ისევ და ისევ დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს. ისევ იმ ბავშვობაში დავბრუნდებოდი და ისევ იმ ოჯახური იდილიაში დავბრუნდებოდი და ისევ უდარდელი ბავშვის როლს მოვირგებდი. აი ესე ვიტყოდი და. ირაკლი შენ ყოველთვის ვღეროდი ერთ-ერთ სიმღერას, რომელსაც ასრულებდა ბატონი თემურ წიგლაური. დიახ. გული უბერებელი. დიახ. და სწორედ ახლა მე ჩემს გადაცემაში მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და ჩემი შესრულებით აუღებდეს გამოთეს ლამაზის. კეთილი. გისმენთ. ახლა გულისხმობთ. დავაზოთ ლამაზ სიმღერას, რომელსაც ვღეროდა ბატონი თემურ წიგლაური, გული უბერებელი. შედეგი დაუბრუნდები ბატონ ირაკლის მომდენო კითხვისთვის. კეთილი. Slovima malula, dogija da malula, šemi rašis, šemi krizana čerdega, prera romčagana, naši šemo malula, gurme, araberdega, ašotiri, asulis, silamaze zhabruli, amza pravda guli, ami čerdega, silis namu šemzuli, havse martler perguli, raknat mauguli, araberdega, მეგობრები ჩემზე ამბობენ რომ რას ამბობენ? არ ვიცი ეს მეგობრებს უნდა ვკითხოთ. არ ვიცი ძირითადში მეგობრები მე არაფერი დოვლათი არ მომიგროვებიან. მე ნამდვილად ყავდა კარგი მეგობრები და მყავს. სამწუხაროდ ზოგჯერ გული დამწყვეტია იმ მეგობრის დაკარგვით. რა თქმა უნდა ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ემით კი არა რომ რამე დამართნია ცხოვრება ანუ ცოცხლები არიან რამოდენიმე და ძალიან გული მწდება რომ იმდენად გულახდილი მეგობრობა და ძმობა იყო ჩემგან და ასევე ანალოგიურად გრძნობდი და მე რატომ დავიკარგენით აი ამას ვერ ხარშავ
და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემ თავში ვეძებ მიზეზებს, მაგრამ არის ზოგჯერ რომ მიზეზს საკუთარ თავში ვერ პოულობს ადამიანი და აი რაღაცა გარემოებების და გამო. ნუ ეტყობა ასე ვთვლი რომ მაინც არ იყო ის, მაგრამ არიან მეგობრები, რომლებიც ნამდვილად არ უწყეტავენ გულს და მე მიყვარს ეს თემა ყველაზე მეტად და ამით ვარ მდიდარი რომ მყავს უტყუარი მეგობრები. ამას აჯობს თორსა კარგი მეგობრები გვერდს გიმშვენებენ. ეს ყოველთვის ესე არის. რა უფრო მნიშვნელოვანია რეალობის ასახვა თუ გამონაგონი? ახლა გამონაგონი ზე გეტყვით. საერთოდ ადამიანი რომელიც რომანტიკოსია და მით უმეტეს გამოუსწორებელი რომანტიკოსი ყოველთვის რაღაცა თითქოს გამონაგონ ცხოვრებაშიც ბევრჯერ მიცხოვრია, აი გამონაგონ, აი თვითონ იქნია საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ცხოვრებაში ცხოვრობ ადამიანი. ესეც. მაგრამ რეალობას თვალს ვერ აუხვევ და ამიტომ მირჩევნია ის მწარე რეალობაში ვიცხოვრო ვიდრე გამონაგონში. ეს გამონაგონი კაცს მიღმარჩება და იქ ხდება ესეთი ცხოვრება, როგორც რომანტიკოს ადამიანებს ახასიათებთ ალბათ. ასე ფიქრობ. თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა. შეცდომების მეტი ცხოვრებაში რა მქონია პატარ-პატარა და შეცდომები რა თქმა უნდა. ნუ მე ვფიქრობ რომ ისევ ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული გეტყვით რომ ბევრი როგორც ბევრ ახალგაზრდას სჭირს აი ეს დამმართნია რომ აი ცხოვრება გონია ადამიანს ახალგაზრდობაში რომ ეს მუდმივია რა აი ესეთი შეგრძნება მქონდა და ბევრი დრო სამწუხაროდ ფუქსავატურ ცხოვრებაში გამიტარებია ხლა ღვინოში ჩამიკლია დარდი კი ამას მეგობრებთან ერთად რა თქმა უნდა ამას არ თვლი მაგრამ ბევრი ისეთი რაღაცა ნიუანსი არის რომელსაც ადამიანი ჩემს ასაკში გრძნობს რომ აი ეს წლები რა ტყუილად ჩავიარი შეიძლებოდა დროს თვით რეალიზება გაგეკეთებინა და სადღაც შენი ნიჭის საკუთარი ცხოვრების საკუთარი რაღაცის უფრო შედეგიანად გამოყენების უფლება საშუალება მიგეცა საკუთარი თავისთვის. აი ამას თვლი მე ყველაზე დიდ შეცდომად ჩემ ცხოვრებაში. ყველაზე კარგი რჩევა, რაც მოუწიათ არის ყველაზე კარგი რჩევა, რაც ჩემთვის მოუწიათ არასოდეს არ დაკარგო ღირსება. აი ეს გონია მეც მამაჩემმა ჩამაგონა რომ ღირსება რაც არ უნდა გიჭირდეს არასოდეს არ დაკარგო შენი ღირსება. აი ეს რჩევა დღემდე მომყვება და ეს მახსოვს ყოველთვის. ფრაზა რომელსაც ხშირად იყენებთ. ხშირად ვიყენებ ფრაზას აღტაცების ფორმაში რომ აი როდესაც რაღაცა ძალიან მიხარია ხელებს გავშლი და შენ გენაცვალე რა. როგორ ადამიანს აირჩევდით თქვენი ცხოვრების თანამგზავრად? როგორ ადამიანს ავირჩევდი და აი საერთოდ სიტყვას დიდი ძალა აქვს, რა თქმა უნდა, ჯერ სიტყვა იყო და შემდგომ იყო ყველაფერი, მაგრამ სიტყვის უთქმელად ადამიანი თვალებით რომ უგებ და გიგებს, აი ესეთი ადამიანი არის ალბათ, ну, რა თქმა უნდა, იქ დიდი სიყვარულიც არის და ასეთ ადამიანს ავირჩევდი თანამგზავრად, სიმართლე გითხრათ. სამდამ ირაკლი გადავიდოდეთ შემდეგ შეკითხვაზე. თქვენ ისი არ მოხვიდოდით რომ ჩემს გადაცემაში რომ არ იმღეროთ. მე ვიცი მე თქვენი კლიპი ვნახე და ვიცი რომ ჩემი გადაცემისთვის ეს იქნება ექსკლუზივი. კი ბატონო. პრემიერა და გაადოთ მაყურებელს რა ქვია სათაური რა აქვს ამ დიახ. სიმღერას ქვია საქართველოა ჩემი ტაძარი
შესანიშნავი პოეტის ქალბატონი ნანა კვაშილავას ლექსზე არის ეს სიმღერა შედგენილი და კომპოზიტორი გახლავთ ასევე შესანიშნავი ქალბატონი ირმა კვაშილავა. ანუ დების მიერ შექმნილი ეს სიმღერა არის ლექსი და მუსიკა და არანჟირება ვიცია. არანჟირება გახლავთ ზაზა გოჩიტაშვილისა. ზაზა ნიჭიერი ადამიანისა და რატომღაც ასე მოხდა რომ მე მერგო პატივი რომ ეს სიმღერა შემესრულებინა სრულიად დილეტანტს ასე ვთქვათ. პირველად გავიკეთე ეს აქვია სტუდიური ნაუშნიკები. დიახ. და იქ მოვხდი რაღაცა მეგონა რომ რაღაცა მორგში ვიყავი და იქიდან მესმოდა რაღაცა ხმები და ეს ძალიან ჩემთვის მოულოდნელი იყო და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ირმა კვაშილავას რომელმაც ასე ვთქვათ აღმომაჩინა მაგ კუთხით. უბრალოდ გამომაჩინა, იმიტომ რომ ჩვენ სადაც შევხვდით სუფრასთან დაბადების დღეზე და ვიმღერეთ სუფრასთან და მითხრა რომ თქვენთვისო, აი თქვენი ხმის მორგებულიო სიმღერა მაქსო, რომელიცო მინდოდაო რომ ბატონ თემურ წიგლაურს ემღერაო, მაგრამ სამწუხაროდ ბატონი თემური უკვე ცოცხალი აღარ იყო და მე მომიწია ამ სიმღერის სიმღერა და რა ვიცი დანარჩენი მაყურებელმა გასაგებია. მე რა გადამჩენია და სწორედ ამ სიმღერას შეგესრულებთ ჩემი სტუმარი უნიჭიერის ადამიანი ირაკლი გაბლიანი. საგუმბათია თები კედლები დამზის ამოსვლა წმენის დასტური საქართველოა ჩემი ტაძარი ჩემი საწყისი და დასასრული საქართველოა ჩემი ტაძარი ჩემი საწყისი და დასასრული და იზრდება სავსემდევანი ორი არსობის წლება გურთები
ვაგზელებთ კითხვების კორიანტელს და შემდეგი შეკითხვა. დიახ. რისი მიღწევა სურთ? დავიცი ხლა როგორ გითხრათ ამ ასაკში. სურს იმის მიღწევა პირადად რა თქმა უნდა ჯერ არა ვარ პაპა ბაბუა, ასე ვთქვათ. და მინდა რომ შვილები, ჩემი შვილები იყვნენ რეალიზებული ამ ცხოვრებაში, იყვნენ წესიერები, იყვნენ სამშობლოს სიყვარულის თემით გამსჭავლულები. და მინდა ამ ტკბილისიბერით იმ კეთილ ადამიანებთან ერთად, საყვარელ ადამიანებთან ერთად ის რაც ჰობი არის, ის რაც პოეზია არის, ის რაც ხელოვნება არის, სიმღერა თუ მხატვრობა არის, აი ამ ნიჭიერ ადამიანებთან ერთად გატარებული დღეები და დიდ სამოვართან ერთად ჩაის სმის ფონზე საუბარი ხელოვნებაზე. ეს იქნება ალბათ ჩემთვის თეთი ყველაზე მისაღები. თქვენი საუკეთესო მეგობარი. აი ჩემი საუკეთესო მეგობარი გითხრათ ახლა. ნუ ჩემი მოხუცებული დედა არის ჩემი საუკეთესო მეგობარი რეალურად. ისე ტყუპები გახლავარ ზოდიაქოთი და ტყუპები ორი სხვადასხვა საპირისპირო თვისებები გააჩნია თუ თვისებები თუ რაღაცა გრძნობა ამ ტყუპებს და ერთ-ერთი ყოველთვის მშვიდი არის და მეორე რაღაცა ცოტა ხანდისხან ურევს. მაგრამ მაინც ის ერთი არის რომელიღაცა ჩემი საუკეთესო მეგობარი მეორესი. ანუ შიგნით არის ხდება ეს ჩემში. საუკეთესო მეგობრობა. ჩემში ხდება ისე ჩემო ამ ორ ტყუპს შორის. აჰა. სიტყვა რომელიც არ გიყვართ. ხო, დიახ. სიტყვა რომელიც მე არ მიყვარს არის საშინლად არ მიყვარს, ოდესაც მესმის ხოლმე რომ აი რაღაცა თავის გამართლების მომენტში იფიცებენ ღმერთს. აი ღმერთს ფიცავარ. ეს მიმაჩნია დიდ კრეხელობა და თუ მართალი ხარ, არც დედა არ უნდა დაიფიცო, არც უნდა შეიგინო, რა თქმა უნდა, იმ წარეგინებით, რასაც დედას სხვა კონტექსტები. თუ ხარ მართალი, არასოდეს არავის არ უნდა დაუმტკიცო შენი სიმართლე. შენი სიმართლე შენთან არის და ღმერთი არ უნდა დაიფიცო ეს კრეხელობა, ეს სიტყვა არ მოყვარს. ეთანხმებით. კურიოზი თქვენ ცხოვრებაში რა გადახდენიათ? გულისხმობ? ვიხდები რა? ნუ კურიოზი მრავალი გადამხდენია, არ ვიცი და ზოგი იქნებ გაიხსენოთ რომელიმე. ის ბავშვობის კურიოზს გავიხსენებ ახლა ისევ ჩემ დასთან ასოცირდება ეს და სცენასთან ასოცირდება და გამოვყავდით სოფლის კლუბში დედა ჩემი იყო ამ ნუ სკეჩების ამის ავტორი რაღაცები და გამოვყავდით და არის ასეთი სცენა გელი და კრავი. და აქ სუფლიორი ზის, დედა ჩემია სუფლიორი, ეს სცენა გაჭედილი არის, რა ვიცი, კარგი კონცერტებს გამოდიდა სოფლის ყვალობაზე, კაი კონცერტები, მე რაიონში გვიწევდნენ, მე სხვა სოფელში და ასე გადავდიოდ. ბავშვები ვიყავით, ბავშვობაში ვიყავით სცენას მიჩვეულები. ანუ ჩემ არ მოქმედებდა რა რაღაცა დაბნევის მომენტი და რაღაცა ბავშვობაში და მე ეს თემა რო დაიხურა, აი მერე გამიჩნდა რომ აი სცენა და რაღაცა და ხალხის პუბლიკის წინაშე ცოტა სიმორცხვე დამჩემდა იმის მე. ბავშვობაში არა. ნუ და ეს სუფლიორი ძალბობს. ერთხელ პატარა ბეკეკას დასცხადა წყალი მოსწყურდა, დინარის პირას მიადგა წურვილის მოკლა რომ სურდა, თურმე ამავ დროს მახლობლად საჭირ ბოროტო კრავისა დაძუნძულებდა პირღია გელი სურველი ავისა. უეცრად სუნი რომელცა რადგან ჩიჩია უყვარდა, გამოუგონა შარები და საცოდავ კრავს მივარდა. შემოუძახა. ეხლა მე გლის ის ჩაჩქანი მახურავს და რაღაცა ასეთი ტყავი მაქვს შემოკრული გელი ვარ. ეს ჩემი დაიკო ირინა ჩემზე ცოტათი უფროსი იყო და
ჩხუბობდით ხოლმე ბავშვობაში და მერეოდა ჩემი და ანუ ჯაბნიდა და ეს ჩემდას ეს ბატკნის ის აქ შემოხვეული და ამას ისე საყვარლად ეს ამასაც ისე და აი ესე არის ესე ხო და მე ახლა გელი რო რახან ვარ ფეხზე ვდგავარ და შემოუძახაო რო თქვენ მე ვაგზე შებრიყო აქ როგორ ასვამ წყალსაო რომ აღარ კანონებს და აღარ სამართალსაო ჩაგედგამს წინა ფეხები შიგ ტუჩს ყოფ უწმინდრუსაო წყალს მიმღრევ აღარ მანებებ და აღარ ციბერტყ ყურსაო ეხლა ის პასუხი რა ბრძანება ბატონო რას მერჩი მესაწყალსაო და ასე გრძელდება სცენა და ბოლოს უკვე ფინალში ეს კრავი უნდა დავითრიო და გავაქანო კულისებში და აი რო ტაცე ჩემდას და ეთყობა ამ როლში რო ვიყავი სესული ცოტა თმებში ზედმეტად მომივიდა და აი ესე რომ გავაქანე დამეტაკა ასე მოულოდნელად ჩემიდა და წამომაქცია მგელი და ვჩხუბობ მე ქვემოდან ვეჩხუბები ზემოდან მირტყავ ვაზის კრავი და ეს იყო სასწაული ამათ ამ მაყურებლისთვის ეს იყო რაღაცა მოულოდნელობა აბსოლუტურად და ჩემთვისაც და სიბოროტეზო რო სიკეთემ გაიმარჯვა ახლა კრავი როცემს მგელს ყველას გაუხარდა ნუ მოკლედ მე გაგვაშველეს და მე ვტირი ვარ ახლა ჩემი დას მინდა რომ გადაუხადო ის სამაგიერო და კულისებში გაგვაქანეს და ეს ფარდები გაწიეს დაიხურა ფარდები და ხალხი ბრახუნით ასე ვონტო რომ ითხოვენ ამ სცენას რომ ისევ გავიმეორო და რას გავიმეორებ მე ვტირი ვარ ჭოფისტება ნუ ამას მახსენებდნენ მე რომ გავიზარდეთ აი ეს ბავშვობის აი ამ ეპიზოდს რომ დამინახავდნენ აუ ის სცენა აღარ მოგდიოთო თვალიდანო აი ეს მახსენდება ბატონო ირაკლი სამწუხაროდ ჩემი გადაცემის დრო იწურება და მინდა ერთ ლამას კარგ ნოტაზე დავასრულოთ ჩემი დღევანდელი გადაცემა ახალი წელი მოდის მოდი ამ ლამაზი ვინით ამ ლამაზი რეალით ვიულოთ ჩვენს ქართველებს საქართველოს დამდეგი ახალი წელი თოთ თანე ბედნიერი ყოფილიყოს 2025 წელი ტოლვილთა არმია დაბრუნებოდეს საქართველოს და საქართველოში ყოფილიყოს ქართველთა ზეობა და ქართველთა ხენობა. აი ამას უსურვებდი სრულიად საქართველოს. დიდება უფალს და დიდება შემოქმედს და იმ ძალას რომელმაც საქართველოს დღემდე მოიყვანა, დღემდე გადაარჩინა ამ სასწაულ ისტორიას, ამ სასწაულ ვაკხანალიას, რაც საქართველოს თავზე დატრიალდა საუკუნეთა მანძილზე და მაინც გადარჩა ეს პატარა ერი. ალბათ იმიტომ რომ წილხვედრი ქვეყანაა დედაღვთისმშობლისა და დედაღვთისმშობელი ფარადის სრულიად საქართველოს. ამინ. დილოცავთ ჩემო ერო და ბერო დამდეგ შობა ახალწელს ბედნიერი თავის და დოვლათის შემომტანი ყოფილიყოს ყველა ქართველი ერისთვის საქართველოსთვის ჩვენი ემიგრანტებისთვის და მშვიდობა ყოფილიყოს დილოცავთ დამდეგ შობა ახალწელს გილოცავთ გაუმარჯოს